განსაკუთრებით რაც ეს უკრაინის ომი სამბები დაიწყო და გეოპოლიტიკური ცვლილებები დაიწყო, ხო? ანუ რასაც აკეთებს ხო მართლა ხო და ამითი არის pravebe? ეს როგორ უნდა მიიღო რა? აი, ყველანაირი, ყველა სახის ოპოზიცია, მაღაროელით, ყიბულელი მეშახტით დაწყებული, ისეთით დამთავრებული, რომელიც რა ვიცი, ჩვენთვისაც მიუღებელია. ყველაფერი უნდა გაუქმდეს ერთიანად, ხო? მარტო კობახიძემ და ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტონ რუსეთს რას დაელაპარაკებიან, აშხაბადში ვის რას ეტყვიან, ეს ხო ეროვნულ პოლიტიკასთან საერთოდ არაფერ კავშირში არ არის. როცა გლობალურად იყო ესეთი არეულობა და საფრთხეები, ხელისუფლება უნდა ამდღარიყო და დაეწყო მუშაობა საზოგადოების გაერთიანებაზე. რომ მოდით აი ერთად რაღაცნაირად კონსოლიდირდეთ რა მნიშვნელობა აქვს ვისი მხარდამჭერი ხარ ან რა ძალა ხარ, ანუ მოდი რაღაცნაირად ერთად დავდგეთ, ძალაუფლება და რაღაც გავიყოთ ხო, ეგ არის ერთ-ერთი ის რა ქვია. და ერთად გავიდეთ რა ამ რაღაცა შტორმში და მაგისმაგიერ არ ვიცი, აი შარშან ხო გახსოვთ. რაღაც წინას აარჩევნოთ, ესე იგი ეთყობა არ ვიცი, ხმები არ ყოფნიდათ და უფრო მეტი დაძაბვა უნდათ ხალხის თუ რა იყო, თქვენს რომ ყველა ხართ კოლექტიური ნაცმოძრაობა, ვინც არ ხართ ქოცი რა.